თქვენ ხო ობიექტური ჟურნალისტი ხართ. ერთხელ ცხოვრებაში 5 წლის განმავლობაში გაგიჩნდათ კითხვა შტურმის ორგანიზატორები, რომლებიც გაქრნენ და დაიმალნენ, რომლებსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ. ძალიან კარგად იცნობთ, ზოგიერთი შეიძლება ხშირად აქ ყავთ კიდევაც. კითხვა დაუსვით ერთხელ მაინც შტურმის ორგანიზატორები, რომლებმაც დააორგანიზეს და დაიწყეს ეს შტურმი, მერე ეს ბავშვები შეატოვეს პოლიციას და თვითონ გაიპარნენ და დაიმალნენ იმათთან. მე იმათგან რამეს კი არ მოვიტყვი, ჩემს ცხოვრებაში არაფერი არ მითქვი, იმიტომ რომ აფრის თავი არა აქვთ. პასუხისმგებლობის აღების კი არა. ჩვეულებრივი კურდღლები არიან და პარლამენტის ტრიბუნიდანაც მაქვს ნათქვამი, რომ კურდღლები ხართ მეთქი. იმიტომ, რომ რაღაცას რო აპირებ და რაღაცას რო იწყებ, იმის თავი უნდა გქონდეს, რომ მაკო გომური ზურგს კი არ უნდა ამოეფარო. უნდა გამოხვიდე და თქვა, რომ ამას ვაკეთებდი მე, რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თავი რა დავანებოთ და ეს ტრაგედია და ეს ადამიანები, ეს ცალკე, ეს ჩემი ტრაგედია. საერთოდ თქვენ ამათ ხალხს იყენებთ უბრალოდ, თქვენ ეს გჭირდებათ, რომ გამოხვიდეთ აქ და არჩევნების წინათ რაღაც ბუღი დააკეთოთ.